Tarifებთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე და ეს უკავშირდება ამერიკასა და ჩინეთს შორის მოლაპარაკებების პროცესის ოფიციალურად დაწყებას. აქამდე იყო სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მხარეები თითქოს და დიპლომატიური არხების მეშვეობით ერთმანეთში საუბრობდნენ, თუმცა ეს საუბარი უკვე მიიღებს ოფიციალურ ხასიათს და გაიმართება პირველი ოფიციალური შეხვედრა შვეიცარიაში, ჟენევაში, რომელიც არის მარტივად რომ ვთქვათ, ნეიტრალური ტერიტორია ორივე მხარისათვის შესაბამისად იქ ჩავლენ ამერიკისა და ჩინეთის დელეგაციები და ისაუბრებენ სავაჭრო ომზე, ტარიფების შემსუბუქებაზე და პოტენციურად ახალ სავაჭრო გარიგებაზე, რომელსაც შემდეგ უკვე რა თქმა უნდა ტრამპი იზეიმებს და გააცნობს თელ სამყაროს, როგორც მის საუკეთესო გარიგებას და მის ყველაზე დიდ მიღწევას. ეს გარიგება შედგება თუ არა არის დამოკიდებული ორ ადამიანზე. ერთი ეს არის სკოტ ბესენტი, რომელიც არის ამერიკის ფედერალური ხაზინის ხელმძღვანელი, იგივე ჩვენს ენაზე რა ვთქვათ, ფინანსთა მინისტრი, ხოლო ჩინურ მხარეს წარმოადგენს ვიცე-პრემიერი ჰი ლიფენი, რომელიც ამავდროულად არის ძალიან გამოცდილი თან დიპლომატიც და თანაც სავაჭრო საკითხებში გარკვეული პიროვნება და შეგვიძლია ვთქვათ, რომ სი ძინპინის პირადი წარმომადგენელი ამ მოლაპარაკებაში იქნება სწორედ ეს ადამიანი. სავარაუდოდ ეს იქნება არა ერთრაუნდიანი შეხვედრა, არამედ რამდენიმე რაუნდიანი, რადგანაც აქ საუბარი არის ჩინეთსა და ამერიკაზე, რომელთაც ძალიან ბევრი რამ აქვთ. სალაპარაკო ძალიან ბევრი რამ აქვთ. სადავო აქ არის როგორც ტარიფები, ასევე სანქციები, შეზღუდვები, აკრძალვები და მათი სანქციებისა და ტარიფების საერთო სია შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის მრავალ ასგვერდიანი, შესაბამისად ორი პიროვნება ამ ათასობით გვერდს ერთად ერთ საათში ან ორ საათში უბრალოდ ვერ განიხილავენ, ამიტომაც იქნება საკმაოდ ინტენსიური შეხვედრები ამისათვის საჭირო და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ ტრამპი და სი ძინპინი. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ თავარი საკითხი გაცხადებულია უკვე რომ არის სწორედ ტარიფების შემცირება, ამერიკაც ადასტურებს რომ ტარიფები უნდა შემცირდეს, ჩინეთიც ზუსტად იგივეს ამბობს და ის ტარიფი რომელიც ამჟამად მოქმედებს არის მოხსენებად 155%-ის ფარგლებში, რაც არც ლოგიკურია, არც ეკონომიკურად გამართლებულია და საერთოდაც რეალობას მოწყვეტილია, თუმცა ამ ტარიფის დაწესების მთელი არსი იყო სწორედ აი ამ მოლაპარაკების დაწყება და სწორედ ეს არის ის მთავარი მიზანი, რისთვისაც როგორც ჩანს ტრამპი უწოდა და ნახოთ ტრამპის გუნდი მიაღწევს თუ არა მიმართულებით გამარჯვებას, რადგანაც ამ მოლაპარაკების პროცესზე, რომელიც აი ამ შაბათს დაიწყება, ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ტარიფებმა მსოფლიოში ძალიან ბევრი რამ შეცვალა და კომპანიები ცდილობენ ადაპტირებას, ძალიან ბევრმა გამოხმნა ახალი ინფორმაცია, ძალიან ბევრმა თავი შეიკავა პროგნოზი გაკეთებასთან დაკავშირებით, მაგრამ ცხოვრება უმეტესად გრძელდება, რადგან კომპანიები პოლიტიკურ მოვლენებს მაინც როგორც წესი მოკლებადიან რკებებად აფასებენ და აგრძელებენ განვითარებას იმ ვექტორით და იმ მიმართულებით, რაც ჰქონდათ დაგეგმილი. ერთ-ერთი ასეთი კომპანია არის Skechers-ი, ფეხსაცმლის ბრენდი, რომელიც საქართველოშიც არის წარმოდგენილი, მათ შორის ეს კომპანია 9 მილიარდ დოლარად გაიყიდა და მისი შემსყიდველი არის კერძო კაპიტალის კომპანია 3G კაპიტალი, იგივე 3G კაპიტალი. ეს არის საკმაოდ ცნობილი კომპანია, რომელიც სხვა კომპანიებს ყიდულობს, მოგვიანებით ყიდის ამ შოა პროცესში კი მან ცვლის მენეჯმენტს, ოპტიმიზაციას უკეთებს კომპანიას და საბოლოო ჯამში სწორედ ამით იღებს ამონაგებს. თავად ეს ბრენდი დაფუძნდა 1992 წელს და დღემდე მას მართავს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე რობერტ გრინბერგი, რომელიც არის კომპანიის დამფუძნებელი, აგრეთვე ეს გარკვეულწილად საოჯახო ბიზნესია, მისი ვაჟიც ჩართულია ამ ბიზნესში და მოკლედ ისინი დარჩებიან კომპანიაში ცვლილების მიუხედავად. აქვე 3G კაპიტალზე ვთქვათ, ორი სიტყვა, არაერთი ბიზნესი უქცევია თავის სექტორში მოწინავე მოთამაშედ ამ კომპანიას წლების განმავლობაში, მათ შორის ერთ-ერთი საინტერესო არის MBU-ს და Interbrew-ს გაერთიანება. ესენი არის ძალიან დიდი ევროპული კომპანიები, ბელგიური კომპანიები, რომლებიც ლუდს აწარმოებდნენ, ლუდსახარშები არიან, მათი გაერთიანებით წლების წინ ჯერ კიდევ 2000-იან წლებში შეიქმნა Inbrew, რომელიც არის ყველაზე დიდი ლუდსახარში პლანეტაზე. შესაბამისად, გამოცდილება დიდი აქვს ამ კომპანიას და ალბათ შეუძლია რომ კონკრეტული ღირებულება შეუქმნას Skechers-ის მომხმარებლებს და საერთოდაც ამით ფინანსურად იხეიროს. თავად Skechers-ზე ვთქვათ ის რომ პირველ კვარტალში 2025 წლის 2 მილიარდ 410 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო ამ კომპანიამ, მაგრამ საბოლოო ჯამში ალბათ კონკრეტულ გავლენას მოახდენს მასზეც ტარიფები, რადგან ეს ფეხსაცმლის და ზოგადად სპორტული ტარიფების ბიზნესში არის კომპანია წარმოდგენილი. ეს სექტორი კი, სადაც Nike, Puma, Adidas და სხვა მსგავს კომპანიები არიან, ძალიან დამოკიდებულია სხვაგან წარმოებაზე, ოფშორულ წარმოებაზე, მათ შორის ჩინეთზე და ამერიკა არის დიდი ბაზარი, შესაბამისად თუ კი ტარიფები დაწესდა 155%-იანი, ყველაფერი გაზრდება და მოგების მარჟა შემცირდება და შეიძლება საერთოდ მოგებაზე კომპანია აღარ გავიდეს. ამიტომაც რთული დროა, მაგრამ რთულ დროსაც კი კეთდება გარიგებები.
კი გარიგებები კეთდება და კიდევ ერთი გარიგება განახორციელა OpenAI-მ, რომელიც არის პლანეტის ყველაზე დიდი სტარტაპი, რომელიც არის მოგეხსენებათ ხელოვნური ინტელექტის ChatGPT-ის შემოქმედი და მართალია ეს სტარტაპია და წესით არც არაფერს არ უნდა ყიდულობდეს, რადგანაც თავად ძლივს უნდა ედგას სული, ვინაიდან სტარტაპები როგორც წესი მოგებაზე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერ გადიან, მაგრამ OpenAI ცოტა სხვანაირი შინაარსი სტარტაპია, რადგანაც მის უკან დგას Microsoft-ი, რომელიც პლანეტის ყველაზე დიდი კომპანიაა და OpenAI-მ გადაწყვიტა ერთი პატარა სტარტაპის შესყიდვა, Windsurf-ი არის ეს სტარტაპი, რომელიც ქმნის კოდის დასაწერად შექმნილ ხელოვნურ ინტელექტს. კოდის წერა OpenAI-ისთვის ბოლო დროს იქცა ერთ-ერთ საუკეთესო ბიზნესად, რადგანაც ChatGPT-ის მომხმარებლების ძალიან დიდი ნაწილი მას იყენებს კოდის დასაწერად. სწორედ ამიტომაც დგას დღეს დებატის საკითხად ერთ-ერთი ესეთი მოსაზრება, რომ შეიძლება ძალიან მალე პროგრამისტები, ანუ IT სფეროში დასაქმებული ადამიანები უბრალოდ გაქრნენ, რადგანაც ხელოვნური ინტელექტი მათზე უფრო სწრაფად და უკეთესად წერს ნებისმიერი სირთულის კოდს, შესაბამისად, როგორც ჩანს, ამ მიმართულებით OpenAI-ს უფრო მეტად სურს გაძლიერება, ამიტომაც ყიდულობს ის ასეთი შინაარსისა და სპეციფიკაციის სტარტაპს და სავარაუდოდ მომდენო თვეების განმავლობაში ChatGPT-ის ფუნქციონალი ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტად დაიხვეწება და ის უფრო მეტ და უფრო სერიოზულ საფრთხედ იქცევა დეველოპერებისათვის. AI-ის გარდა ძალიან აქტუალური არის ბოლო პერიოდში კრიპტოინდუსტრია, რომელმაც სხვა შორის საკმაოდ ნორმალურად გაუძლო იმ დარღვევებს, რომლებიც იყო ბაზარზე. შეიძლება ითქვას გარკვეულწილად მეტად სტაბილურიც კი იყო კრიპტოინდუსტრია. NASDAQ-ის ბირჟაზე სტაბილური იყო. მიმართებით კი, მათ შორის ცხადია ძირითადი მოთამაშე არის Bitcoin-ი. Bitcoin-თან ხსენებაში კი ყოველთვის გვახსენდება MicroStrategy, უკვე Strategy სახელით ცნობილი კომპანია Michael Saylor-ის მიერ დაფუძნებული, რომელიც აგრძელებს ციფრული ოქროს შესყიდვას, დამატებით 180 მილიონი დოლარის ვალია იყო ამ კომპანიამ და ადამიანმა რათა შეეწყიდა დამატებითი Bitcoin-ი. ახლა უკვე 556,000-მდე Bitcoin-ს ფლობს ეს კომპანია, რომელთა შეფასება დღევანდელი მონაცემებით არის 53 მილიარდი დოლარი, ხოლო პიკური მაჩვენებლით გაცილებით მეტია და დროთა განმავლობაში თუ კი Bitcoin-ის ფასი გაიზარდა, გაცილებით მეტი იქნება და მოკლედ ყველაფერი სწორედ ამ მიზნით კეთდება. დღემდე უკვე 200%-იანი საინვესტიციო ამონაგები აქვს MicroStrategy-ს ამით მიღებული, რაც აქციონერები სწორედ ამით ამართლებენ ამ გადაწყვეტილებას და მის სანდოობას და სარწმუნოებას, რაც საკმაოდ კარგი შედეგია და საბოლოო ჯამში MicroStrategy ფლობს 2.4% Bitcoin-ის გლობალური მიწოდების, რაც ძალიან მნიშვნელოვანი რიცხვია, რადგან Bitcoin-ის რაოდენობა არის ფიქსირებული, ისა იქნება 21 მილიონი და არასდროს არ იქნება 21 მილიონზე მეტი. ამიტომაც როცა რაღაც ლიმიტირებულია და შენ ფლობ ლიმიტირებული ძალიან დიდ რაოდენობას და 2.4% ნამდვილად ასეა, მაშინ შენ გაქვს ძალიან დიდი გავლენა სწორედ ამ აქტივის ღირებულებაზე და მომავალში ეს გავლენა უფრო და უფრო გაიზრდება, რადგან 21 მილიონიდან ძალიან ბევრი Bitcoin-ი უკვე დაკარგულია, რამდენი იქნება დაკარგული, ესეც არ ვიცით, მათ შორის მილიონზე მეტი არის უბრალოდ გაშიშებული სატოში ნაკამოტოს Bitcoin-ის შემქმნელის ციფრულ საფულეში. ამიტომაც მოკლედ რეალური მიწოდება Bitcoin-ის არის გაცილებით ნაკლები, ვიდრე არის 21 მილიონი.